მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, თუ კი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა უნდა მოხდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. თითოეული მეუღლის საკუთრებას, ცალკე არსებულს წარმოადგენს ის ქონება, რომელიც მას დაქორწინებამდე ეკუთვნოდა, ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებული იქნა მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ასევე შესაძლებელია ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებად წარმოადგენდეს კონკრეტულად ერთი მეუღლის საკუთრებას, თუ კი მისი პირადი სარგებლობის ნივთი არის. აი მაგალითად არის მუსიკოსი და აქვს შესაბამისად პიანინო ამისთვის და ასე შემდეგ. ასევე ქორწინებამდე არსებული რომელიმე მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად, თუ კი ქორწინების განმავლობაში მეორე მეუღლემ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ კი რა თქმა უნდა საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, აუცილებლად მოიწონეთ ჩემი გვერდი.